Așa, brundებით ისე პირდაპირ ეთერში გიორგი მერაბაშვილი იქნება ჩვენ გადაცემის სტუმარი. მე პირდაპირ გადავალ გიორგისთან საუბარზე 2-38-99 შეგიძლიათ დავუკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და უსვათ ნებისმიერი კითხვა ჩვენ სტუმარს. გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მართლაც სანამ შემოხვიდეთ მე ვთქვი, რომ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, იმიტომ რომ გიორგი მერაბაშვილი არ არის ის ფეხბურთელი, რომლის თქვათ კარგი ან ცუდი ესე მარტივად გვერდისავლით გაატაროს ვინმე. ამიტომ პირველი რა თქმა უნდა ეხა ფეხბურთელი რომელიც კლუბის გარეშე რჩება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მოდი მოვყვეთ ესე ქრონოლოგიურად რა და უბრალოდ გვიანბე რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა, რა იყო ამის მიზეზი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მართლაც ახსენეთ თქვენ, რომ რთულ ვითარებაში ვარ ამ ეტაპზე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერჯერობით უგუნდოთ ვარ, თუმცა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ცხინვალის თავმჯდომარეს ახა კაჭარავას და მთლიანად კლუბის მესვეურებს გამომდინარე იქიდან, რომ მომცეს საშუალება იმისი, რომ მე ვარ ჭიშა მათთან ერთად და ასე ვთქვათ, ფორმა შემენარჩუნებინა. რაც შეეხება ვითარებას, ჯერჯერობით თბილისში ვარ. ველოდები რაღაც რამოდენიმე ვარიანტს, არის რამოდენიმე შემოთავაზება, თუმცა არ ვჩქარობ გადაწყვეტილებას მიიღებას, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ქართულ გულშემატკივარს მოეხსენება, მესამე გუნდი გამოდის ჩემთვის და ამ შემთხვევაში უფლება არ მაქვს მესამე გუნდში თამაშის მაისის ბოლომდე და აქედან გამომდინარე არ ვჩქარობ გადაწყვეტილებას მიიღებას და მინდა რომ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიო იმ ვარიანტებიდან, რომელიც იქნება დაახლოებით ივნისის დასაწყისისთვის ალბათ. ანუ უფრო ზაფხულში გაირკვევა უკვე როცა შუა სასეზონო პერიოდი იქნება სეზონების დასრულების შემდეგ. კი, ანუ ახლა ყველას კარგად მოიხსენება, რომ ჯერჯერობით ჩემპიონატები მიმდინარეობს და მაისის ბოლოსკენ ალბათ გაირკვევა თუ რომელ კლუბში გავაგზელებ კარიერას. როგორც წეგან აღნიშნე, არის რამოდენიმე ვარიანტი, თუმცა არ ვჩქარობ გადაწყვეტილებას მიიღებას და მინდა რომ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიო იმ ვარიანტებიდან, რომელიც იქნება მაისის ბოლოს. კი ბატონო, მე ვიდრე ოფისზე კითხავდი, აუცილებლად უნდა კითხო სხვა წინადადებების შესახებ, ანუ შენ ახლა თავად აღნიშნე შენ საუბარში, რომ ერთადერთი გუნდი და კახა გაჭარავა და შესაბამისად ცხინვალის სპარტაკი მოგეცა საშუალება. მე ელემენტარულად მიჩნდება კითხვა, არსებობს გუნდი თბილისი დინამო და მახსოვს ის პერიოდი, იმიტომ რომ ერთად ვიყავით მაშინ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, შენ საქმეს აკეთებდი და საკმაოდ მაღალ დონეზე და ძალიან ბევრი გაქვს ამ გუნდისთვის გაკეთებული, თქვათ, არ ქონია, თქვათ, ან საუბარი, თუნდაც იგივე რომ მაგმხრივ მაინც დაგდგომოდნენ გვერდში, რომ ფორმა შეგენარჩუნებინა. კი, იყო რაღაც საუბრები, როდესაც მე ჩამოვედი, დაახლოებით 1 თვე არის უკვე თბილისში მყოფები, იყო რაღაც საუბრები დინამოს რამოდენიმე ხელმძღვანელთან იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დინამოში მაქვს უფლება თამაშის, თუმცა მხოლოდ საუბრებად დარჩა და არანაირი გაგზელება არ მოყვა ამ ლაპარაკებს და ამ შემთხვევაში ვარ ისევ ცხინვალში და ვარჯიშობ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამ კლუბს. კარგი, მე მინდა ოფისზე კითხო. ეს ძალიან, იცი რა, ჯერ ერთი ავიღოთ ის, რომ რაც უფრო მეტი ლეგიონერი გვეყოლება, მით უკეთესია, საერთოდ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის, ჩვენი ნაკრებისთვის, ბუნებრივია და ეხლა ლორია და მერაბაშვილი არ არიან ის ფეხბურთელები, რომ რაღაც თვალი დახუჭო მათ წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მტკივნეული იყო ოფისის კრიზისი, რა კრიზისშიც აღმოჩნდა. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ძალიან რთული იყო ნამდვილად. თავიდან დავიწყებ იმას, რომ როდესაც მე ჩავედი ოფისში, უკვე დაწყებული იყო ეს პრობლემები, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ გატუზო იყო მწვრთნელი და ეს პიროვნება ნამდვილად ცდილობდა, რომ კლუბი გადაერჩინა თავისი ფინანსებით, თავისი ხარჯებით. ინვესტორებიც ყავდა თუ არ ვცდები, ხო? კი, იყო ლაპარაკი, ანუ ალბათ ჩამოყვანილი რამოდენიმე იტალიელი ინვესტორი, რომ კლუბი შეესყიდა, თუმცა კლუბს აღმოჩნდა ძალიან დიდი დავალენებები და აქედან გამომდინარე ინვესტორებმა უარი თქვეს კლუბის შესყიდვაზე. როდესაც უკვე გატუზომაც დატოვა კლუბი, ფაქტიურად უკვე განწირული იყო კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ფეხბურთელი, ვინც კლუბში დავრჩით, აღნიშნა, რომ ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, დაახლოებით 10-12 ფეხბურთელმა დატოვა კლუბი და ფაქტიურად მე და გიორგი დავრჩით ლეგიონერებიდან და
12-13 კაცი ვიყავით ხოლმე, იყო ესეთი შემთხვევები თამაშზე, როდესაც გავდიოდით ხოლმე. თუმცა თითოეული ფეხბურთელი, ვინც კლუბში დავრჩით, ვთქვით, რომ კლუბი გადაგვერჩინა და ძალიან ბევრი თამაში მოვიგეთ ნამდვილად, ესეთი პრინციპული იგივე პაოკის წინააღმდეგ სახში, რომელიც არავინ არ ელოდებოდა, ფაქტობრივად დაშლილმა გუნდმა მოუგეთ აწყობილ გუნდს, რომელიც ჩემპიონობის სიძულვაა. ხო, თან პაოკი არ არის ის გუნდი. ხო, ნამდვილად და მთლიანობაში მაინც ვერ შევძელით კლუბის გადარჩენა, ანუ ფეხბურთელები კი ვცდილობდით, თუმცა ის დავალინებები რაც იყო, ძველი ფეხბურთელებიდან წამოსული, მე FIFA-მ დაგვაკლო 10 ქულა და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო კლუბის გადარჩენა და სუპერლიგაში დატოვება. კარგი, მე მინდა კითხო თვითონ ბერძნული საფეხბურთო სამყაროს შესახებ. საბერძნეთთან არ ქონია არანაირი წინადადება. იმ პერიოდში, როდესაც უკვე გაცხადა, რომ კლუბი დაშლის პირას იყო მისული. კი, არის, იყო დაახლოებით 4-5 გუნდი არის ეხაც და რამოდენიმე უკვე ოფიციალურად კონტრაქტის გამომიგზავნა, თუმცა წეღა როგორც აღნიშნე, არ ვჩქარო გადაწყვეტილების მიღებას და მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება და უკეთეს გუნდში გავაგზავნებ კარიერას, ვიდრე ხა არიან გუნდები დაინტერესებული. ამას მეც გისურვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ თქვათ მოხდეს ისე, რომ თქვათ დადგეს ისეთ პერიოდი, რომ საბოლოო ჯამში არც უკეთესი ვარიანტი გამოჩნდეს და არა, მე მაქვს, ანუ გარანტიებს გულისხმობ. კი, მომცეს დრო მოსაფიქრებლად და ამ დროის განმავლობაში იმედი მაქვს, რომ ის გუნდი, რა თქმა უნდა, რომელიც დაინტერესებულია ამ ეტაპზე, უარს არ იტყვის, იმიტომ რომ კონტრაქტი ხელში მიჭირავს და იმედი მაქვს, რომ წეღან როგორც აღნიშნე, რომ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება და უკეთეს შეიძლება ეს საბერძნეთიც არ იყოს, შეიძლება სხვა ქვეყანაშიც გავაგზავნო კარიერა და საერთოდ სურს რომ ისეთ კლუბში გავაგზავნო კარიერა, სადაც ამბიციები ექნება კლუბს, რომელიც ითამაშებს პრობლემებით რა თქმა უნდა. ხო. კი ბატონო, ითამაშებს მე აღარ დაგასრულებინე ევროთასებზე, რა თქმა უნდა, ხო? კი, რა თქმა უნდა, რომელი კლუბიც ამბიცია ექნება ყოველ შემთხვევაში იმისი, რომ მოხდეს ევროპის ლიგის ჯგუფურში ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ დედამს. კი ბატონო, ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას და სუპერთასზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრეთ, იქამდე აუცილებლად მინდა შევეხო სანაკრებო თემას, იმიტომ რომ ამ სანაკრებო თემის ირგვლივაც იყო ატეხილი გარკვეული აჟიოტაჟი. ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში მაინც ვერ გაერკვა ვერავინ რა და როგორ და რანაირად მოხდა. მე ჩემს მხრივ ერთს დავძენ იმას, რომ თქვა კახა ცხადაძე ამ შემთხვევაში არ არის კონფლიქტური ადამიანი ფეხბურთელებთან მიმართებაში. შეიძლება თქვა მსაჯებთან დამოკიდებულება მისი ცოტა გარკვეულწილად ცოტა მკაცრი იყოს და სხვანაირი მიდგომა ჰქონდეს, მაგრამ მე არ მახსენდება, რომ ფეხბურთელებთან ქონოდა მას თქვა ისეთი პრობლემები კომუნიკაციაში, როგორც ჩვენ უკვე გადავიარეთ ერთი პერიოდის განმავლობაში. რა მოხდა? გეთახმებით სრულიად პირადად მე ახასთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და ზუსტად ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი, რომ ესეთი რამე მოხდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, კიდევ ერთხელ მინდა და ბევრჯერ მithქვია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ნაკრებზე უარი ვთქვი და ნაკრებში თამაში აღარ მსურს, პირიქით, მე უფრო მეტად მოვინდომებ ეხა უახლოეს პერიოდში გაირკვევა ჩემი გუნდის ვინაობა, სად გავაგზავნებ კარიერაში და ვეცდები, რომ იმ კლუბში გაცილებით უკეთესი სეზონი ჩავატარო, ვიდრე გასული სეზონი ჩავატარე, რომ მოხდეს სანაკრებო სიაში და ჩემი თამაშით წარმატება მოუტანო საქართველოს ნაკრებს. სამწუხარო ფაქტი მოხდა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემთვის ნამდვილად გაუგებარი იყო ის ფაქტი, რაც მოხდა. თუმცა მწვრთნელების მხრიდან და არც ერთი პირისგან არ ყოფილა კონკრეტული ახსნა ამასთან დაკავშირებით და პლუს ამას კიდევ ერთი ფაქტი მოხდა სამწუხაროდ, რომელიც დაამატეს, რომ თურმე კლუბში იყო გამოგზავნილი ფურცელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი მერებაშვილს აღარ ვიძახებთ ნაკრებში. ესეთი ფურცელი ნამდვილად არ მოსულა. აღარ ვიძახებთ თუ ვიძახთ გამოძახებული? არა, აღარ ვიძახთ. ის ფურცელი მოვიდა ჩვეულებრივად, გამოძახების ფურცელი დაახლოებით 2 კვირით ადრე და უკვე რომ ეს 2 კვირა რო გავიდა და დაახლოებით უკვე რო ვიწევდა ჩამოსვლა უკვე თბილისში, შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიგე, არავისთან არ მისაუბრია, არც იგივე კახა ცხადაძესთან, არც თქვათ სხვა მწვრთნელებთან, უბრალოდ სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ კახამ გადმოუცა, რომ ამ შემთხვევაში, ამ ორ თამაში არ ვიყავი გამოძახებული. ესეც რა თქმა უნდა სამწუხარო არის, უფრო უკეთესი იქნებოდა, მით უმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე კახასთან არანაირი ცუდი ურთიერთობა არ მქონია, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს
სწორედ იგი იყო პირველად, ვინც თბილისის დინამოში მათამაშა მწვრელი და ჩემთვის უფრო მისაღები იყო, რომ თვითონ დაერეკა, თვითონ აიხსნა ეს ყველაფერი და ჩემთვის მე უფრო პირადად გავიგებდი და პირიქით რაც ჩემი მხრიდან იქნებოდა გვერდში დაუდგებოდი და იმიტომ რომ ეს საქართველოს ნაკრებს ეხება, ეს ჩემი და კონკრეტულად არც ერთი პიროვნების ნაკრები არ არის, ეს ქვეყნის ნაკრები არის და ამ შემთხვევაში მართლაც ცუდი რამ მოხდა. თუმცა ცხოვრება გრძელდება, პირიქით მეც გავაგრძელებ კარიერას, უკეთეს იმედია უკეთეს ლიგაში და უკეთეს ჩემი გუნდში და ვეცდები რომ ჩემი თამაში დამამტკიცო კიდევ ერთხელ ნაკრებისთვის ღირსეული წევრი. მე ერთს ვიტყვი ჩემის მხრივ გიორგი, იმიტომ რომ როდესაც ეს ამბავი მოხდა, ძალიან ბევრმა რატომღაც ისე მონათლა რომ აი პირველი კონფლიქტი საქართველოს ნაკრებში და ასე გვეყო კონფლიქტები და გვეყო დამატებით კიდე მე ჩემ კოლეგებსაც მიმართავ დამატებით ამ კონფლიქტების ძალით გაღვევება არავის არაფერში არ ჭირდება და მეცაც გეტყვით აი უკვე ყელში აქვს ხალხს ამოსული ჯერ პოლიტიკაში და ახლა უკვე სპორტში ამ კონფლიქტების გაღვევება მით უმეტეს თითიდან გამოწოვილის რომელიც რეალურად არ არსებობს. მოხდა გაუგებრობა, გააკეთა მერებაშვილმა კომენტარი, გააკეთა ცხადაძემ კომენტარი. მე უბრალოდ ერთს ვისურვებდი, მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ეს ნაკრები არც რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის არის, არც რომელიმე კონკრეტულის მწვრთნელი, ეს არის ჩემი ნაკრები და მთელი ერის ნაკრები და შესაბამისად არასასიამოვნოა, როცა არაჯანსაღი სიტუაცია ხო მით უმეტეს შენს და მეც კარგად გვახსოვს წლების მანძილზე რამდენი მსგავსი არაჯანსაღი სიტუაცია იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს დაესმევა წერტილი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოს ნაკრებში აღარ არსებობდეს. გიორგი, ეხლა მინდა გადავიდე უშუალოდ უკვე გადაცემის თემაზე, უბრალოდ აქედან ვერ გაგიშვებდი ისე რომ არ მესაუბრა შენ კარიერაზე და პირადულზე. უნდა კითხო სუპერთასის შესახებ, იცი რომ 11 აგვისტოს ჩვენთან ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი დონის ღონისძიება. მაყურებელი ყავს და გამაგზავნებთ საუბარს შემდეგ უკვე. საღამოშიდობის გისმენთ. საღამოშიდობის. გამარჯობა. გიორგისთან მაქვს კითხვა. როგორც ნაკრების პოტენციური ფეხბურთელი, როგორ აფასებ ჩვენი ნაკრების შანსებს მომავალ შესარჩევ ტურნირში და გვაქვს თუ არა პერსპექტივა შენი აზრით? ან მომავალ თუ მიმდინარე? მომავალ. რაც მაგობთ. მომავალში ძნელია წინასწარ ლაპარაკი, გამომდინარე იქიდან რომ ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რა გუნდები შეგვხვდება ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა მე პირადად დიდი იმედი მაქვს როგორც ფეხბურთელს, იმიტომ რომ მე თუ არ მექნება რა თქმა უნდა იმედი, რა თქმა უნდა არც ერთ ნებისმიერ გულშემატკივარს არ ექნება. პირიქით მე დიდი იმედი მაქვს, რომ და მე პირადად თამამად შემიძლია განაცხადო, რომ ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს საშუალო დონის ნაკრები თუნდაც, რომელიც თავისუფლად იბრძოლებს მესამე ადგილისთვის და ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჯერ ჩვენ უნდა უკვე მე მგონი დრო გვაქვს, დრო არის იმის, რომ ნელ-ნელა მივუახლოვდეთ თუნდაც გადათამაშებას. კი, რა თქმა უნდა, მე ამის დიდი იმედი მაქვს. ეს გადათამაშებაზე. კარგი, აუცილებლად უნდა კითხო ახლა ამ თემასთან დაკავშირებით. ესე იგი ჩემპიონთა ლიგის და UEFA-ს გამარჯვებული ჩამოდის თბილისში. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ფეხბურთისთვის. ახლა როდესაც ორი ამხელა ტურნირის გამარჯვებული ჩამოდის, მოდი მე როგორც ფეხბურთელს შენ ისე კითხავ, როგორ ფიქრობ შენ, აი როგორ შეაფასებ თვითონ ამ ღონისძიებას, რომელიც ტარდება ჩვენთან თბილისში? რა თქმა უნდა ძალიან დიდი ღონისძიება არის და მე პირადად ძალიან მიხარია რომ ესეთი ღონისძიება ტარდება თბილისში და ისეთი გუნდები როგორებიც ფაქტურად ამ ეტაპზე არიან ახალ ფინალში გასულები, მათგან ორი ფაქტურად 4-ვე დიდი გუნდია და არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე რომელი გუნდი ჩამოვა. ძალიან საინტერესო და ლამაზი თამაში იქნება, ძალიან დაძაბული რა თქმა უნდა და ჩვენთვის ქართველი ხალხისთვის, საერთოდ საქართველოსთვის ძალიან კარგი არის ნამდვილად რომ ესეთი ღონისძიება ჩატარდება. მე პირადად როგორც მინდა აღნიშნო როგორც ბარსელონას გულშემატკივარი დიდი იმედი მაქვს რომ ბარსელონა ჩამოვა, მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და ჩამოვა
ჩამოვარდეთ თბილისში, თუმცა სამწუხაროდ შეიძლება არ ვიყოთ საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ აგვისტო ძალიან გადატვირთული გრაფიკი არის ფეხბურთელებისთვის და აქედან გამომდინარე შეიძლება სამწუხაროდ საქართველოში არ ვიყოთ. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც ჩამოვარდეთ. რთული ბარიერის გადალახვა მოუწეს. კი, გეთანხმებით, ბაიერნის სახით მართლაც რომ რთული მეტოქი ყავს და მე მაინც შევაფასებდი, ანუ 50-50-ზე იქნება შანსები და იქ იმ ორ თამაში ალბათ რომელი გუნდის ყველაზე ნაკლებში ცდომას დაუშვებს, ალბათ ის გუნდი გავა ფინალში. ნუ ბაიერნის მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდა, როგორც ახლა მიმდინარეობს, ტრავიანობას გულისხმობ, ძალიან სულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს გუნდი. კი, ნამდვილად, თუმცა ბევრი ფეხბურთელი ყავთ, იგივე მიულერის სახით, იგივე ვაიტაიგერის სახით, თუმცა ვაიტაიგერი არ იქნება, ხო? არა, ძალიან დიდი ლევანდოვსკის დაიმტრა კიდე და და როგორც ვიცი, ბოლო თამაში რობენიც დაიმტრა და ძალიან შემცირდა მათი შანსები, თუმცა დიდი გუნდი არის და მე მაინც 50-50-ზე შევაფასებდი. მეორე წელზეც ვკითხა, იუვენტუს რეალი, იმიტომ იუვენტუსაც მით უმეტეს ძალიან საერთოდ იტალიური ფეხბურთი ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. ფავორიტად მე მაინც რეალს მივიჩნევ, თუმცა იუვენტუსის სახით ნამდვილად რთული მეტოქი ყავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც ჩაკეტილი ფეხბურთს თამაშობს, რეალს არც თუ ისე იოლი თამაშები ელის და აქაც რა ვიცი, ალბათ 50-50-ზე იქნება, თუმცა მცირე უპირატესობას მაინც რეალს მივანიჭებ. კაი, ევროპის ლიგა, აუცილებლად უნდა გითხო, მით უმეტეს რომ ევროპის ლიგაზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე ხდებოდა, ჯაბა კანკავას გულისხმობ, ვისი სურვებდი, თქვათ, ევროპის ლიგიდან, რომ გამარჯვებული გახდეს და შესაბამისად ჩამოვიდეს თბილისში. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, მინდა რომ ჯაბას წარმატებები უსურვო და მართლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ დნეპრა მოიგოს ევროპის ლიგა და ჯაბას გუნდი ან დნეპრი ვიხილოთ თბილისში. თუმცა ფავორიტად მე მაინც სევილიას მივიჩნევ უფრო გაცილებით, ვიდრე თქვათ სხვა გუნდებს, თუმცა ყველა გუნდს ასე ვთქვათ თანაბარი შანსი ექნება და თუმცა ჩემი დიდი იმედია და დიდი სურვილი არის, რომ დნეპრა მოიგოს ევროპის ლიგა და ჯაბა ჩამოვიდეს თბილისში. ნუ ეხ ჯაბა რო არ იყოს დნეპრში, მე ეჭობა საქართველოში მაგას დნეპროს უბალეს უგულშემატკივროს უკაცრავად, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, ანუ რეალურად ეხა შენ რაზეც ისაუბრე, გამოდის რომ ესპანური სუპერთასი გინდა. ხო, რატომაც არა, შეიძლება. საინტერესო იქნება. კარგი, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მაგარ სუპერთასს ვნახავთ თბილისში 11 აგვისტოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაში. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო შენ გადაცემაში სტუმრობისთვის. იმედია, რომ ხშირად გვესტუმრები, მოწვევით მოგიწევთ, ტრიბუნა არის და შესაბამისად საინტერესოა ყოველთვის შენთან საუბარი. მინდა წარმატება გისურვო და ძალიან მალე დალაგებული იყოს ეს შენი საფეხბურთო ცხოვრება. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გიორგი მერებაშვილი იყო ჩემი გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმარი. მე გემშვიდობებით ორშაბათამდე, მადლობა მინდა გადავხადო ტექნიკურ პერსონალს, შემოქმედებით ჯგუფს და ორშაბათ ჩვენ უკვე შევხვდებით თემით, რომელიც იმ დღისათვის იქნება მნიშვნელოვანი ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში. ბუნებრივია გვექნება ორი ბლოკი და შესაბამისად გვეყოლება საინტერესო სტუმარიც. ასე რომ ორშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ.